წარმოიდგინეთ თვითმფრინავი, რომელიც კატასტროფამდე 4 წუთით ადრე სამყაროს გაუგებარ კოდურ სიტყვას უგზავნის და შემდეგ ეკიპაჟიანად ჰაერში ორთქლდება. 1947 წელს ბრიტანული სამგზავრო თვითმფრინავი Stardust ანდების მთების თავზე მიფრინავდა. დაშვებამდე რამდენიმე წუთით ადრე ბორტის რადისტმა მორზე სამბანით გამოგზავნა სიტყვა. აი ეს სიტყვა, რომელიც სავარაუდოდ იკითხება როგორც Stendek. სიტყვის შინაარსი ვერ გაიგეს, ამიტომ კიდევ ორჯერ გაამეორებინეს და ორივეჯერ ზედიზედ იგივე სიტყვა გამოგზავნა ეკიპაჟმა და ამის შემდეგ ეკიპაჟი სამუდამოდ გასცა. 50 წლის განმავლობაში ვერავინ იპოვა ვერც თვითმფრინავის ნამსხვრევი, ვერც ადამიანის კვალი. რა თქმა უნდა, გაჩნდა თეორიები უცხოპლანეტელებზე, რადგან სიტყვა Stendek არც ერთ ენაზე არაფერს ნიშნავს. საიდუმლო 2000 წელს სრულიად მოულოდნელად გაიხსნა. თვითმფრინავის ნამსხვრევებს და ცხედრებს მთის ძირში მიაკნეს. გაირკვა, რომ იქ სადაც თვითმფრინავი დაფრინავდა, ძლიერი ქარი იყო. პილოტებს გზა აერიათ და ბრმად დაიწყეს დაშვება, რის შემდეგაც მთას შეასკდნენ. ამ შეჯახებამ გიგანტური ზვავი გამოიწვია. თოვლმა ბორტი წამებში დამარხა. ყინულმა კი ის დროის კაფსულაში მოაქცია და 50 წლის განმავლობაში ნელ-ნელა მთისწვერიდან დაბლა ჩამოაცურა. საბოლოოდ მეცნიერებმა კატასტროფის მიზეზი ახსნეს, თუმცა სიტყვა Stendek, რას ნიშნავს, დღემდე უცნობია. ზოგიერთი ფიქრობს, რომ ესაა შეცდომით აკრეფილი სიტყვა Descent-ის ნაცვლად, რომელიც ნიშნავს დაღმართს. და კი, ნამდვილად საინტერესოა სინამდვილეში რას გულისხმობდა ეკიპაჟი, თუმცა ამას ვეღარასდროს გავიგებთ.